დილამშვიდობისა პატივცემულო მეგობრებო, მოკლე ლაივი მინდა ჩავწერო, პირდაპირ ეთერში ვართ, ალბათ ჩვენ ვარ. ძალიან აქ გთხოვთ, ყველამ გააზიარეთ, როგორც იცით, გუშინ ჩვენ გქონდა პირდაპირი ეთერი ქართველთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან. კიდევ დამატებით ბევრი ინფორმაცია მივიღე აი გაყიდული მიწებთან დაკავშირებით ბატონ ვაჟა ოთარაშვილისგან. უმძიმესი მდგომარეობაა, უმძიმესი, ესე იგი, ხალხმა არაფერი არ იცის ფაქტიურად. ეგ დაწყებული აი ოზურგეთი, იქით ბათუმის დათელი აჭარა, აქეთ მოვყვებით მე ქართლში, მთელი ქართლი დაწყებული ქარელიდან კასპი, წეროვანი, გოროვანი, საგურამო, არაბული სოფლებია უკვე იქაც სოფელია, ტაბახმელა, წავკისი, ნუ არ ვიცი, ესე იგი, იქით თეთრი წყაროში წავიდნენ, ბაზალეთი, გურჯაანი, ალაზნისველი, უმძიმესი მდგომარეობაა, მეგობრებო, აი კაცეკვებენ აკაცუკებს რუსთაველზე და აი რო გაგართობს ქურდი და ჩუმად რო გპარავს ყველაფერს, ესე იგი, ყოველდღე ყიდიან დაახლოებით გაყიდულია 50,000 ჰექტარი საქართველოში, მინიმუმ ამას ახლა დავაზუსტებთ აუცილებლად საჯარო რეესტრით კიდევ რა და რა მოვა იქ არ ვიცი. და ესე იგი დაახლოებით რო აი წარმოვიდგინოთ 100 კილომეტრი სიგრძე 500 კილომეტრისა 5 კილომეტრის სიგანეზე. წარმოგიდგენიათ ამ პატარა ქვეყანაში, ესე იგი, და ყოველდღე იყიდება. ეხლა ეს არაბული სოფლები, რომლებიც შექმნეს აქ წარმოებას კი არ ხსნიან და სოფლებია და ეხლა უკვე რო შეხედეს რომ ორღობია, ხელს უწყობენ რომ ესე იგი ამ ქვეყნის ყიდვა შეიძლება ყველანაირად. ეხლა გადადიან აი ამ 6 მილიარდიან პროექტზე, ინვესტიციას დაარქვეს და აშენებენ უკვე ქალაქებს და მთლიანად. ეხლა ესე რომ გვეუბნებიან 2030 წელს რომ იმას შეხვალთ ევროკავშირშიო, ევროკავშირში კი არ შევართ, მეგობრებო, 2030 წლამდე საქართველოს დამთავრდება აბსოლუტურად და გადავა არაბების ხელში და უცხოელების ხელში. ჩვენ ეხლა თუ არ გამოვიღვიძეთ, ამიტომ გთხოვთ და გემუდარებით ყველას რომ უნდა გავერთიანდეთ ქართველთა დიდ გაერთიანებაში, პირობას გაძლევთ, რაც უფრო სწრაფად იქნება ეს. თუ ჩვენ ძალიან დიდი ძალა გავხდით გაზაფხულისთვის, ჩვენ გვაქვს გეგმა როგორ უნდა დავასრულოთ აი ეს გამყიდველი მოღალატე რეჟიმი. ამისი ნაწილია ეხლა ისიც რომ ამათ შემოიღეს ეხლა ეს ორი საჯარო სამსახური ერთდროულად რო არ უნდა იმუშაო და ეხლა იძულებული გახდება ადამიანი რომ 100 ლარზე რომ მუშაობს და 1000 ლარზე ვერ არჩენს ხო, სამსულე 4 სულიას და 5 სულიან ოჯახს ხო და მე უკვე ისიც უნდა წავიდეს, აიყაროს და გადაიკარგოს ხო? აი ეს აქვთ მიზნად დასახული რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი აიყაროს საქართველოსთან და აი ესე ჩუმჩუმად გაგვიყიდონ ქვეყანა. ესენი არიან მეგობრებო უკვე აი ყველაზე დიდი მოღალატეები, ასეთი დიდი ღალატი არ ჩაუდენია არავის, საუკუნის ღალატი მიდის. მე ახლა ვთხოვე ბატონო ვაჟა ოთარაშვილს აქვს ძალიან დიდძალი მასალა და ფოტოსურათებიც. ამას ჩვენ დავაქსეროქსებთ ჩვენი ერთ დღეს გამოვიტანთ რუსთაველზე, სადმე ცენტრალურ ადგილზე, გავაკეთებთ იქ განვალაგებთ იმაზე რაღაცა ბანერები გავაკეთებთ და სულ ყველას ვანახვებთ როგორ იყიდება ყველა რეგიონში საქართველოს, როგორ გაყიდეს ამ უნამუსოებმა და იმ მყიდველმაც უნდა იცოდეს რომ მალე დადგება ის დრო რომ უკანონო გაყიდული ჩამოერთმევათ მათ დაუბრუნდებათ თუ რამე ოფიციალურად არ გადახდილი, მაგრამ აუცილებლად ჩამოერთმევათ ეს ყველაფერი. ჩვენ ამას არ გავატარებთ, სამშობლოს ესე არავის არ ჩავაბარებთ და აი ახლა მიხარია ერთი იმ ხრივ რომ 1-2-მა უკვე ეკლესიიდან 1-2-მა მეუფემ გამოხატა უკვე ოფიციალურად პოზიცია ღიად, ასევე ღიად გამოდის ძალიან სერიოზული ქადაგებები აქვს მამა არჩილი მინდიაშვილს ღმერთმა დალოცოს. აი ეს ადამიანი რომელიც აი გამოდის ქადაგებით, იმდენად
ნიჭიერია, იმდენად ძველი იმიდან მოდის ეროვნულიდან და ზვიადისთან მეგობრობდა გამსახურდიასთან და იმდენად აგიტაციის ლოგიკა აქვს შესანიშნავი და გადმოცემის უნარი მას შეუძლია ძალიან დიდი საქმე გაუწიოს თავის სამშობლოს ამ ესეთი ქადაგებებით და არა მხოლოდ ქადაგებებით მე ვისურვებდი რომ სტუდიაში გვეწვიოს და ძალიან კარგი იქნება ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ახლა ერთად უნდა დავდგეთ მე არაფერზე არ მაქვს კაცო ის გართულებები წარსულში რა შეცდომებით თუ ზოგიერთებმა რაღაცების დაუშვეს მაგრამ ეხლა როცა სამშობლო გვეკარგება ხო ყველა ნებისმიერი საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრებმა უპირველესად უნდა აიღოს ვალდებულება უნდა გამოვიდნენ და ერთად უნდა დავდგეთ და ჩავშალოთ ეს გეგმა რასაც ქვია არაბული ქალაქების შენებლობა რომელიც მთლიანად დაასამარებს და დაამთავრებს ქართველების ჰეგემონიას საქართველოში ეს მინდოდა მეგობრებო მე თქვა უახლოეს ხანში ამას ძალიან სერიოზულად დავგეგმავთ ჩვენ რუსთაველის პროსპექტზე თუ რამდენი გაყიდეს ამ უნამუსოებმა და ის რომ ორსაჯაროში არ შეიძლება მუშაობა ხო ახლა ამ უსინდისო მთავრობას მიმართავ რომ 16000 ლარები რო გაიხადეს ხელფასი და ხალხს 800-ზე და 1000 ლარზე უწევს ძალიან ბევრს მუშაობა მოდი მაგალითი მიეცით ალბათ თქვენ უნამუსოებო და თქვენს დაინიშეთ მოიკელი და 1000 ლარზე ჩამოდით ერთი როგორ არჩენთ მე ოჯახებს ნახოთ მე არ ვლაპარაკობ იმ თქვენ შავბნელ საქმეებზე რასაც თქვენ თვითონ არჩევთ უკვე და მილიონებზე რო არის საუბარი მოპარულ მილიონებზე მაგრამ აბა ერთი იცხოვრეთ ერთი 800 ლარზე და 1000 ლარზე ერთი როგორი იქნება უსინდისოები გამყიდველები ხარ და ამერის მოთმინება ამოვა ხელში ისი ამოვა რომ ვერ გაასწრებთ საქართველოსთან აი ამას გპირდებათ ქართველთა დიდი გაერთიანება ძალიან დიდი ძალა გავხდებით იცოდეთ და გაზაფხულზე ჩვენ ძალიან მძიმე იმას უკვე კონკრეტულ ბრძოლაზე გადავალთ ამათ სამართლებრივი ბრძოლით დავამარცხებთ და მერმისმე თუ ჩვენ სწრაფად გავერთიანდით პირობას გაძლევთ 2026 წელს აი ამ გამყიდველ მოღალატე რეჟიმს დავასრულებთ მეგობრებო რაც შეიძლება ბერმა გააზიარეთ იღვიძებს უკვე რაღაცა რამოდენიმე მეუფემ კიდევ ერთხელ გაწვრით ამ ინფორმაციას გამიხარდა ძალიან და იმედია სხვა მეუფეებიც ახლა მიბაძავენ და აყვებიან და აი ძალა ერთობაშია მაშინ უკვე ჩვენ ძალიან დიდი ძალა გვექნება რომ აი ეს საუკუნის დანაშაული ჩაოგდოთ აი ამ გამყიდველ რეჟიმს მადლობთ ყურადღებისთვის რაც შეიძლება გააზიარეთ ჩვენი ძალა ერთობაშია მეგობრებო და ესე უნდა ვიბრძოლოთ სხვა გზა არ აქვს